ევრობონდის გამოშვების დროს თქვენ იცით რომ კიდევ დგინდება ესე ვთქვათ სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები, ეს არის ქვეყნის რისკიანობის შეფასების პარამეტრი, რომელიც ასევე შემდგომ განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ კერძო კორპორაციების და კომპანიების რისკიანობას, ეს ეგრეთ წოდებული ბენჩმარკია ყველა კომპანიისთვის და ასევე აჩვენებს ნდობას, ინვესტორების ნდობას, რამდენად ენდობიან ინვესტორები, რაც გამოიქვეყანას, რაც უკვე გამოიხატება მოთხოვნაში. ორივე ამ მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, იქიდან გამომდინარე, რომ საპროცენტო განაკვეთი დაჯდა, ესე ვთქვათ, განისაზღვრა იმოდენობით, რაც მნიშვნელოვნად შემცირებული აჩვენა ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი, ეს დაახლოებით 25%-ზე მეტი შემცირდა რისკის პრემიუმი, რომელიც უკვე წინა გამოშვებასთან შედარებით დაფიქსირდა, თუმცა ამ ხრივაც, ასე ვთქვათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც გამოსულა, ასე ვთქვათ, სუვერენული ბონდები ქვეყნების მიერ, საქართველოს მსგავსი რეიტინგის და საქართველოს ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ეს იყო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი რისკიანობის მაჩვენებელი.